მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ თუ რატო ეუბნევიან 90% ადამიანებს უარს მასობრივ ლეგალიზაციაზე საბუთების შეტანის დროს. მე ვარ იურისტი ლუკა როსტომაშვილი და უკვე ამ პერიოდში მოგეხსენებათ 30 ივნისამდე, რაც დარჩა ეს პერიოდი, დავინახე უკვე გარკვეული ხარვეზები, რის გამოც გაიცა უარი და ასევე ბევრი დადებითი პასუხი, მაგრამ მე მინდა აქ ხაზი გავუსვა უარი რა შემთხვევაში შეიძლება მოგივიდეთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს დროს იმაზე, რომ ჩაწერა გონია აუცილებელი, არაა და როდესაც მტკიცებულებაზე მიდის საქმე, 5 თვის მტკიცებულება თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ როგორც ბინით, ქირით, ამ თუნდაც პასპორტში შემომავალი ბეჭედით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბუთების შეტანის დროს ნასამართლეობა უნდა იყოს ვალიდური, შეიძლება თქვენ დროულად გააკეთეთ, როცა კანონი სანამ გამოვიდოდა, მაგრამ შეტანის დროს უკვე ვადაა გასული. ამ შემთხვევაში რა ხდება? უნდა გამოითხოვოთ ახლიდან, ყველა დოკუმენტი უნდა გქონდეთ სწორად და თუ დაგაინტერესებთ დეტალური კონსულტაცია, მაშინ ქვევით მითითებულ ნომერზე WhatsApp-ში დამიკავშირდით. იმედი მაქვს დაგეხმართ ეს ვიდეო და დამატებითი ინტერესისთვის კომენტარებში დამერთეთ თუ რა საკითხი გინდათ რომ განვიხილოთ შემდგომში. მადლობა თქვენი დროისთვის.